რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებით ბევრი ისტორია გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებულები გახდნენ, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა და წასულიყვნენ სხვაგან უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად. ერთ-ერთი ასეთი არის სანდრო ქინქლაძე, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც იძულებული გახდა, რომ საკუთარ მეუღლესთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა და როგორც ჩვენთან TV1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ის განმარტავს მიზეზებს, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა თვალთვალი მისი მისამართით, ამბობს, რომ აუმოუცნობი პირები დაყვებოდნენ ხშირად დღითაც და ღამითაც, იყო შემთხვევები, როდესაც უმიზნებდნენ იარაღსაც და განსაკუთრებით ფაქტორი, რამაც აიძულა სანდრო ქინქლაძე, რომ დაეტოვებინა ქვეყანა, ეს იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების მიმართ, როგორც ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, სოციალური ქსელით რამდენჯერმე გაუგზავნეს ვიდეო მასალა, რომელიც ასახავდა მისი დედის გადაადგილების მარშრუტს. ქინქლაძე ამის შემდეგ უკვე იძულებული ხდება, რომ დატოვოს ქვეყანა და როგორც ამბობს, ის მაინც რჩება ამ ბრძოლის გულშემატკივრად და მიმართავს ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც უწყვეტად იბრძვიან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე. პირველ რიგში ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო და ჩემი უსაფრთხოების გამო, იმიტომ რომ ყოველდღიურად თვალთვალი, ყურადება, იარაღით მუქარები არ არის მარტივი, ამის ფონზე ცხოვრება, რუსთაველზე დგომა, მესმის, რომ ჩემ გარდა კიდე ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში, თუმცა როცა უკვე დედაჩემს შეეხნენ, ჩემი მეუღლის დედას შეეხნენ, აი ყველან იმ ადგილს, სადაც კი შეიძლებოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა, შეეხნენ, დაარტყეს და ყველანაირად სადეს, როგორ თქვა, ჩემი გატეხვა და სამწუხაროდ გამოუვიდათ ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე დადგა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებაზე საქმე და მომიწია ქვეყნის დატოვება. კი, თვალთვალი, მიყურადება ეს ჩვეული ამბავია, მართლა უკვე ჩვეულ ამბავად იქცა, თუმცა რამდენიმე კვირით ადრე სანამ წამოვიდოდი, იყო შემთხვევა, რომ ორი შკოდა იყო ჩემ უბანში და იქიდან იარაღის დამიზნებით გამიშვეს სამსახურში, ანუ შორი მანძილიდან მიმიზნებდნენ იარაღს. შემდეგ იყო სიგნალზე დროებითი ჩათი ჩამიგდეს დედაჩემის ფოტო, როგორ მიდის სამსახურში და ეს უკვე იყო ჩემთვის აბსოლუტურად წითელი ხაზი. ერთ კვირაში რაც ტექნიკა მქონდა, რადგან ფოტოგრაფი ვარ, ფოტოაპარატი, რაღაც ტანსაცმელები, ყველაფერი რაც მქონდა, გავყიდე და წამოვედი სხვა ქვეყანაში იმისთვის, რომ შედარებით უსაფრთხო გარემო იყოს და დედაჩემს იქ მაინც გაანებონ თავი. სადვა რომელ ქვეყანაში ვარ, მაგას სამწუხაროდ ვერ გეტყვით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. და მართლა ყველას მინდა ბოდიში მოუხადო თქვენი ეთერი, ყველას მინდა მართლა უცხელი პატიება ვთხოვო, იმისთვის რომ მე წავედი და შეიძლება ამან მათში რაღაცა ტიპის ნიჰილიზმი გაავრცელოს. ვიცი რომ დავტოვე ადამიანები, რომლებიც იმაზე მეც გააკეთებენ, ვიდრე მე შემეძლო ან გავაკეთე. ანალოგიური ისტორია აქვს ვახოსების კვერაძესაც, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტმა უკვე ერთი თვე რაც ქვეყანა დატოვა, ის ახლა უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და როგორც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, ამ ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი გახდა სწორედ ის თვალთვალი და უკანონო მიყურადება, რომლის მსხვერპლიც თავად აღმოჩნდა, რადგან მას აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტირუსული აქციები დაიწყო, მის მიმართ გაძლიერდა კონტროლი და მას დაყვებოდნენ ეგრეთ წოდებული შკოდის ავტომობილებში ჩამალული პირები და ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფელი ცოდნოდათ დღეღამის 24 საათის განმავლობაში. ვახოსების კვერაძეც ანალოგიურად სხვა სამოქალაქო აქტივისტებისა მიმართავს ახლა რუსთაველის გამზირზე მებრძოლ მომიტინგეებს. იძულებული გავხდი ჩემს მეუღლესთან ერთად დავტოვე ქვეყანა, რადგან ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ხდებოდა თვალთვალი ადევნება, ეს ხდებოდა დაახლოებით აი სასტიკი ღამეების პერიოდიდან გამომდინარე, მაგ პერიოდშიც მე მომიწია 3-4 დღით ქალაქიდან გასვლა, ზუსტად რო ცოტა გავრიდებოდი ამ გარემოს, ამ ყველაფერს, თუმცა შემდეგ დაბრუნების შემდეგ ისევ გაგრძელდა ეს ბოლო პერიოდში უკვე განსაკუთრებით. თქმის ყოველდღიურად ხდებოდა აი სამსახურის შემდეგ რომ მოვდიოდი გვიან პერიოდში შკოდებით, ესე ვთქვათ, გამოყოლა, თან რამდენიმეჯერ შევამოწმე კიდეც რომ ნამდვილად მე მომყვებოდნენ და დადასტურდა კიდეც ეგ ფაქტი, ჩემი რაღაც ესე შემოწმებებით. მუქარა ესეთი რაღაც არ ყოფილა დარეკვები, თუმცა ფაქტი იყო, რომ შკოდები, რომლებიც ყოველ საღამოს ასე ვთქვათ, მაცილებდნენ, აშკარად იყო, რომ ჩემზე ახდენენ დევნას, ამიტომ
ეგ ყველაფერი საფრთხო იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვისაც რა თქმა უნდა. და ერთადერთი რაც შემიძლია აქედან უთხრა ის არის რომ მადლობა იმისათვის რასაც აკეთებენ და მე ძალიან მალე დავბრუნდები იქამდე კი უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიდიან ქვეყნიდან, როგორც თავად ამბობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთიშებიან ბრძოლას, რადგან ისინი სრულად იზიარებენ იმ პროტესტის მთავარ ღირებულებებს, რომელიც უწყვეტად რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს, ისინი მხარს უჭერენ საკუთარ თანამოაზრეებს და ამბობენ იმასაც, რომ იქ, სადაც არიან, გულისხმობ უსაფრთხო ადგილს გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საკუთარი როლი ითამაშონ ამ პროტესტის შედეგიანად დამთავრებაში და აქ ბუნებრივია იგულისხმება ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. მადლობა გუგა, პირველების პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.